მამა სერაპიონ ზარზმელთან ყველაფერი საინტერესოა. რა დარჩა, ესე იგი, მისი მოღვაწეობის შედეგად და ნუ რა დარჩა და ზარზმის მონასტერი უპირველეს ყოვლისა, რომელიც აი გავიდა 1000 წელი და მოქმედი მონასტერი. 500 წელი არ მოქმედებდა და დღეს მოქმედებს. მაგრამ არის რაღაცა, რაც მამა სერაპიონთან გვაკავშირებს. ეს არის აი ეს ნუ ცნაურია, მაგრამ ეს არის გეოგრაფია. გეოგრაფია, ეხლა ჩვენ აი ამ წუთას ეხლა სადაც ვართ, ეს არის ეგრეთ წოდებული თახვირის ტერიტორია. თახვირის ტბა იყო, თახვები ცხოვრობდნენ ამ ტბაში. ეს არის მის ცხოვრებაში მოხსენებული ეს ტბა იყო, მღვრიე ტბა იყო, ესე წერია და ალბათ მღვრიე იმიტომ იყო, რომ თახვები ამღვრებდნენ, ესე იგი დადო. აი ეს ტბა იყო დავის საგანი და მოკლედ აი მის ცხოვრებაში არის ეს, რომ მას ხო უნდა მოელო. ეხლა ამ წუთას სადაც გავარ, თახვირი ნიშნავს იმას, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ხე ჩემს უკან არის ზარზმის მონასტერი ქვემოთ. ეს ის ადგილია, რომელიც მამა სერაპიონს ერთ დღეში უნდა მოელო. ეხლა მივტრიალდები, ნახეთ აი ხელით. აი ქვემოთ არის ზარზმის მონასტერი. აი აქედან ორი მდინარე ჩამოდის, ერთი აჭარის მხრიდან და ერთი იქითა მეორე მხრიდან, აი ქვემოთ იყო სოფელი. აი ამ ორი მდინარის შეს აი ესე როგორ ჩანს ესე წავიდა, ეხლა ხელით გაჩვენებთ, აი მდინარეს აუყვა და ესე დიდი წრე დაარტყა, ესე დაარტყა წრე და ჩავიდა ისევ მერე ზარზმაში და აი აქ მოვიდა ეს ადგილი გადაიარა. ესე ქონდა დაგეგმილი და იმის გამო რომ ან პასთან ვიღაც ნუ ავიცით ეხლა რა თქვა, როგორი ხალხი იყო, არ გაატარეს. მოუწია შორიდან მოვლა. და მიუხედავად ამისა, მოკლედ აქ არის აი ძალიან ცნობილი და დიდი სასწაული, რომ დაღამებულიყო და არ დაღამდა. მოკლედ ამიტომ ამბობენ, რომ ზეგაჩერდა. ესე იგი, რამდენიმე საათით უფრო გვიან დაღამდა, ვიდრე საერთოდ ღამდება ხოლმე. აი ეს ტერიტორია მინდოდა გვენახა და განსაკუთრებით აი ზემოდან გადაგვეღო, რომელიც მან ერთ დღეში ფეხით მოიარა, იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ საუბრისას, რომ გიორგი ჩორჩანელი, ვინც იყო ბატონ-პატრონი აქაურობის მეფე ფაქტიურად, აი გიორგი ჩორჩანელმა თქვა, რომ ერთ დღეში რასაც მოივლიან ფეხით, იმ მიწას მთლიანად გადავცემ მონასტერს, მონასტრისთვის. და მიწის ძვრა იყო საშინელი და მოკლედ ეს ტბა გარდამოიქცა ამ მიწის გამო და ჩავიდა და წალეკა ეს სოფელი ორი ადამიანი გადარჩა მარტო ცოცხალი. სიტყვა ზარზმაც აქედან მოდის, აი ხო ვიცით, დღესაც არ გვაქვს ჩვენს ესე იგი ლექსიკაში, რომ თავზარდაცემული არის ადამიანი რაღაც საშინელებად მოხდა, აი თავზარი დამეცა. აი ეს თავზარი დაეცათ, ზარი, სიტყვა ზარიდან მოდის ესა, ზარი შიში ნიშნავს და ზარზმა ეს არის თავზარდამცემი, ანუ თავზარდაცემული თუ თავზარდამცემი. ამბის შედეგად მოკლედ ეს მონასტერი დაფუძნდა ასეთნაირად.